ეს არის ჩემი პირველი ესეთი ტიპის გამოფენა, ну, პრინციპში ესეთი სოლო პროექტი, რომელიც არის ძირითადად ექსპერიმენტული და ერთდღიანი, რომელიც შედგება 13 ნამუშევრისგან, 13 სერიული ნამუშევრისგან. დღესდღეობით ყველაფერი არის რაღაცა ნაკლეიკა მიკრული და რაღაცა უკვე სტანდარტები. ვეცადა ძალიან მინდოდა და ვეცადი რომ არანაირი მინიშნება არ ყოფილიყო რამე როგორ გითხრათ, აი რაღაცა კონკრეტულთან რა. კონკრეტულთან смысле არანაირი იდეის მქონე რა ყოფილი. რა თქმა უნდა, ნამუშევრები უკვე იყო შექმნილი, როდესაც მე ნიკავ ნახე. მითხრა რომ აქვს სურვილი გააკეთოს ესეთი ჰეპენინგი ან პერფორმანსი ან არის არტ პროექტი უბრალოდ როგორც არის და უნდა რამე საინტერესო სივრცე ამისთვის. მე შევთავაზე რომ შეიძლება გამოვიყენოთ საზოგადოებრივი სივრცე. თემად შევთავაზე რომ აერჩია ინტერკულტურული დიალოგი და მედიაცია წარმოდგენილი იყო უკვე ნიკასგან წამოვიდეს, რომ ესეთი სიმბიოზი ვთქვათ მუსიკის და არტის. რამდენად შეიძლება ახალი პერსპექტივები დაისახოს ხელოვნების და მუსიკის ვთქვათ დაკავშირებით ინტერკულტურული დიალოგის მიმართულებით. ამიტომ სამიზნე აუდიტორიად ნიკამ შეარჩია აბსოლუტურად განსხვავებული ასაკის ადამიანები. არის ასევე განსხვავებული ეროვნების ადამიანები და პრინციპში ეს არის აი პირველი ნაბიჯები ვთქვათ ერთი მხრივ ნიკასთვის რომ წარმოაჩინოს თავისი შემოქმედება და მეორე გალერეა ყოველთვის ხელს შეუწყობს ახალგაზრდა მხატვრებს თუ იქნება საინტერესო კრეატიული პროექტი და დაუთმობს რა თქმა უნდა საზოგადოებრივ სივრცეს.